ავლაბრის მეტროს უკამდე პოსტის შენობასთან 2004 წლის 28 დეკემბერს ასამდე პენსიონერი კუთვნილი პენსიის მოსვლას ელოდებოდა. 10 საათისათვის პოსტასთან ფული თეთრი ნივით მოიტანეს. გაჩერებისთანავე ნივას მუქტანსაცმელსა და ქუდებში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. მათ ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. თანხა გაიტაცეს და კორპუსებს შორის მდებარე თაღის უკან გაუჩინარდნენ. სროლისას დაიღუპა ნივის მძღოლი გივი ციკლაური. მანქანაში მჯდომი 2 ინკასატორი კი დაიჭრა. შერეღებული თავდასხმა მოხდა დღეს თბილისში ავლაბრის პოსტის შენობასთან სროლის ხმა იქ-დილის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ისანი-სამგორის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყაჩაღობიდან მეოთხე თვეს ისანი-სამგორის პოლიციამ ზურაბ ხაჩიძე, ლაშა გეთიაშვილი და კიდევ 2 პირი დააკავა. მოგვიანებით 2 პირი გაუშვეს. ხაჩიძე და გეთიაშვილი კი ეჭვმიტანილად ცნეს. მათი დაკავების ოფიციალური მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსის შენახვა იყო. ორივე პიროვნების დაკავების საბაბს ვიტყვი და არა საფუძველს იყო ერთი და იგივე ორივეს ჩაუგდეს ნარკოტიკი. თუმცა მათი პოლიციაში წარდგენის შემდგომ მათ უკვე ბრალი წაუყენეს ზუსტად იმ ეპიზოდებთან მიმართებაში, რომელიც მოხდა 28 დეკემბერს მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ საპენსიო თანხების გატაცებას და იქ უამრავი მუხლები არის წაყენებული მათ მიმართ. გეთიაშვილისა და ხაჩიძის დაკავებიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ახლა კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ამ წუთებში ბრიფინგს მართავს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ინკასატორი და დაჭრეს მოქალაქე. მე ვარ მოხარული, რომ რამოდენიმე თვიანმა დაუღალავო შრომამ გამოიღო შედეგი და ჩვენს მიერ უკვე დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი, ლაშა გეთიაშვილი და ზურაბ ხაჩიძე. ამავე ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია და დაკავებულები ბანდიტურ დაჯგუფებად მოიხსენია. 4 თვიანი ძალიან სერიოზული ოპერატიული მუშაობის შედეგად გამოავლინეს დამნაშავეები და დღეს ეს ბანდიტური დაჯგუფება არის დაკავებული. დაყაჩაღების დღესვე ბუხაიძის ქუჩის ახლოს მდებარე ნაგავსაყრელთან იპოვნეს 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიებამ ვერ დაამტკიცა, რომ ნაპოვნი იარაღები დაკავებულებს ეკუთვნოდათ. იარაღები როგორც ნივთკიცება საქმეზე არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იარაღები რომ ეკუთვნის ლაშა გეთიაშვილსა და ზურაბ ხაჩიძეს ამის მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს. დაყაჩაღების დღესვე გამოძიებამ თბილისში ბუხაიძის ქუჩაზე ვერცხლისფერ ოპელ ვექტრას მიაკვლია. ისანი-სამგორის მაშინდელი რაიონული პროკურორი ვაჟა აბაკელია იმ დღესვე დარწმუნებული იყო, რომ თავდამსხმელები ბანკთან სწორედ ოპელ ვექტრით მივიდნენ. როგორც კი მიუახლოვდა და გააჩერა ავტომობილი საფოსტო განყოფილებასთან, ამ დროს წინ გაჩერდა მის წინ ოპელ ვექტრა, საიდანაც გადმოვიდა 2 პიროვნება, ერთს ვიდრე ხაჩიძეს და გეთიაშვილს დაიჭერდნენ, პოლიციამ და პროკურატურამ სამთვიანი გამოძიება აწარმოა. გამოძიება ავტომანქანის სალონიდან თითის ანაბეჭდების ამოღებით დაიწყო. თუმცა ამ ანაბეჭდების გამოკვლევამ თავდაპირველად ვერაფერი დაადასტურა. ექსპერტმა ოპელ ვექტრადან ამოღებული თითის ანაბეჭდები თბილისის პოლიციის სამმართველოში შენახულ ნასამართლევი პირების თითის ანაბეჭდებს შეადარა და დაასკვნა, რომ ეს თითის ანაბეჭდები მათ ლაბორატორიაში დაქტილოსკოპიურ აღრიცხვაზე მყოფი პირების მიერ დატოვებული არ იყო. საქმეში არ ჩანს რაიმე საფუძველი, რაც გასაგებს გახდიდა თუ რატომ მიიტანა ეჭვი გამოძიებამ მაინცა და მაინც ხაჩიძესა და გეთიაშვილზე. 2005 წლის 14 თებერვალს კი საქმეში მოულოდნელად გეთიაშვილისა და ხაჩიძის გვარები გაჩნდა. ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ და პოლიციამ ლაშა გეთიაშვილისა და ზურაბ ხაჩიძის ტელეფონების მოსმენა დღემდე გაურკვეველი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, თუმცა სამხილი სატელეფონო მოსმენების შედეგადაც ვერ მოიპოვეს. 14 თებერვლიდან მოყოლებული საქმის მასალებში არის უამრავი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მოსმენები მათ მობილურებზე, საცხოვრებელი მინის ტელეფონებზე. რატომ მაინცა და მაინც ხაჩიძე და გეთიაშვილი? ამ შეკითხვაზე პასუხი დღესაც არ არსებობს. საქმეში არ ჩანს რაიმე საფუძველი, რაც გასაგებს გახდიდა თუ რატომ გაუჩნდა ეჭვი გამოძიებას სწორედ ხაჩიძესა და გეთიაშვილისადმი. მიუხედავად აქტიური მოსმენებისა, მიუხედავად აქტიური თვალთვალისა, ვერაფერი ვერ იქნა აბსოლუტურად მოპოვებული. გამოძიებამ გეთიაშვილ ხაჩიძის დაკავების სხვა საფუძველი მოამზადა. გეთიაშვილი და ხაჩიძე ადრე ნასამართლევი პირები იყვნენ და მათი თითის ანაბეჭდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში ინახებოდა. გეთიაშვილისა და ხაჩიძის თითის ანაბეჭდები გამოძიებამ საინფორმაციო ცენტრიდან ამოიღო და ოპელ ვექტრადან ამოღებულ თითის ანაბეჭდებთან ერთად ხელმეორე ექსპერტიზაზე გააგზავნა. ამჯერად ექსპერტ შეკითხვა სხვანაირად დაუსვეს.
ექსპერტთა კვლევისათვის გაეგზავნა ნიმუშები და დაესვა ასეთი შეკითხვა. ემთხვევა თუ არა არის თუ არა აღნიშნული ნიმუშები ბრალდებულების ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზურაბ ხაჩიძის და ლაშა გეთიაშვილის. ექსპერტიზის მეორადი დასკვნის თანახმად ოპელ ვექტრა და ნამოღებული თითის ანაბეჭდები დაემთხვა ლაშა გეთიაშვილისა და ზურაბ ხაჩიძის თითის ანაბეჭდებს. პროკურატურას გეთიაშვილისა და ხაჩიძის დაკავების საფუძველი გაუჩნდა. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მეორე ექსპერტიზაზე არ გაუგზავნიათ თითის ის ანაბეჭდები, რომლებიც ოპელ ვექტრიდან ამოიღეს და რომელიც პირველად იქნა გამოკვლეული. ეჭვს ის ფაქტიც იწვევს, რომ პირველი ექსპერტიზის დასკვნაში არსადაა მითითებული, რომ გამოკვლეული თითის ანაბეჭდები დაილუქა. არ იყო აღნიშნული, რომ ნიმუშები დაილუქა და ასე გაეგზავნა საექსპერტო კვლევისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ პირველი ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა დართოდა ფოტო, რომელზეც ასახული უნდა ყოფილიყო თითის ანაბეჭდების დალუქვის პროცესი. თავისთავად დალუქულ მდგომარეობაშიც უნდა მოხდეს მისი გადაღება, შემდგომ უნდა მოხდეს გახსნილ მდგომარეობაში, რომ გაიხსნა ლუქი და საბოლოოდ კვლავ რომ დაილუქა. აუცილებელი იყო დაელუქათ კონკრეტული ნიმუში. თითის ანაბეჭდების ოპელ ვექტრადან ამოღების პროცესი აღწერილია ადგილისა და შემთხვევის დათვალიერების ოგმში. ეს დოკუმენტი გამოძიების ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულებაა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ოპელ ვექტრას დათვალიერებას ესწრებოდა ორი პირი, ავეტიკ სააკიანი და ლაშა ჩხაიძე. ავეტიკ სააკიანი ოგმს ხელს საერთოდ არ აწერს, ხოლო ლაშა ჩხაიძე, რომლის დასწრებაც ხელის მოწერით დასტურდება, აცხადებს, რომ ავტომანქანის დათვალიერებას არ დასწრებია. პატიმარ გეთიაშვილის დედამ ლაშა ჩხაიძეს სახლში მიაკითხა. დამხვდა თვითონ ლაშა და თავისი მეუღლე და ბავშვები. ხო და რო უთხარი რომ ასე და ასე თქვა, ასე და ძალიან გაიოცა, გაიკვირა რომ არა მე არსად არ ყოფილვარ, რას ლაპარაკობთ ქალბატონო, მე ვიყავი სტაჟირებაზე მართალია ისენი სამგორის პოლიციაში, მაგრამ ჯერეთ მე ვიყავი არაოფიციალურად, ხო და მე არანაირ ექსპერტიზას არ დავსწრები ვარ და არაფერი არ ყოფილა მსგავსი. ციცო გეთიაშვილმა ჩხაიძესთან საუბარი ფარულად ჩაიწერა. ლაშა ჩხაიძე ციცო გეთიაშვილს სასამართლოზე არ გაჰყვა. სასამართლომ კი მისი იძულებით მოყვანა საჭირო დარჩათვალა. დღეს უკვე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ როგორ ჩატარდა ოპელ ვექტრის დათვალიერება. დათვალიერების ამსახველი ოქმი ამ პროცესის გადამოწმების საშუალებას არ იძლევა. შეფასება ამ ოქმის, როგორც დოკუმენტის, ნამდვილად შეუძლებელია, ვინაიდან ეს არ არის კანონმდებლობის მოთხოვნით შესრულებული დოკუმენტი. პირველი ინსტანციის მოსამართლე ეკ არეშიძემ ჩათვალა, რომ ადგილისა და საგნის დათვალიერების ოქმი კანონდარღვევით იყო შედგენილი. მან დადგენილებაში ჩაწერა კიდეც. ოქმში არ არის მითითებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დამთავრების დრო. ოქმზე არ არის დაფიქსირებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ავეტიკ სააკიანის ხელმოწერა, რითაც ეჭქვეშ დადგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და სისწორე, წერს ეკ არეშიძე. თუმცა მან ოქმი მაინც კანონიერ მტკიცებულებად ცნო და ყველაფერი გამომძიებლის უყურადღებობად შეაფასა. მეორე მთავარი მტკიცებულება, რომლითაც გამოძიება დაკავებულების დამნაშავეობას ადასტურებს, ამოცნობის ოქმია. ოქმში ასახულია, თუ როგორ ამოიცნო მოწმე დავით ჟღენტმა ბანკის დამყაჩაღებლებში ზურაბ ხაჩიძე და ლაშა გეთიაშვილი. ამოცნობის პროცესს ესწრებოდა გეთიაშვილისა და ხაჩიძის ყოფილი ადვოკატი ზვიად კვირიკაძე. ჩვენთან ღია ინტერვიუში კვირიკაძემ განაცხადა, რომ დავით ჟღენტს ეჭვმიტანილების ამოცნობა არ გასჭირვებია. ის აშკარად ჩემი აზრით შემოვიდა უკვე გათვითცნობიერებული. პირველი უცდაზე ნამდვილად არ ამოუცნია. მაგრამ გაუჭირდაო ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ გაჭირვებია. სხვა რამ თქვა კვირიკაძემ პირად საუბარში. მისი თქმით, ჟღენტს პირველად ამოსაცნობ პირებს შორის მდგარი ერთ-ერთი პოლიციელი ეგონა დამნაშავე. როგორც კვირიკაძე იხსენებს, ჟღენტს სწორედ მანაურია თავგზა. აი, ის ამოცნობა როგორ ჩატარდა? ხო და რო შემოვიდა ხელი, ვერავის ვერ დაადვიჭერა. აუ, გითხარი ვამდე, მე მიუთითე ის ხო, პოლიციაზე ვიღა. პოლიციაზე. დაადო ხელი. მე დამიბრიალს რომ ასაკეთებო რა ესაო, ვინო შენ ცოტა კიდე დაფიქრდიო დღეს. ხო. არასწორად ხარ აკეთებ. მე დაადო ხაჩიძეს. სულგითი დიე. ხო. ხაჩიძე არ მეინტერესებს, გეთიაშვილი მეინტერესებს. ხო, მე დაადო გეთიაშვილს. გელა პატიაშვილი, რომელიც ჩვენ ფარულად ჩავწერეთ, ამოცნობაზე დამსწრე პირი იყო.
ფარულ ჩანაწერში პატიაშვილიც ამბობს, რომ დავიჯღენს ყაჩაღი თავდაპირველად ამოსაცნობ პირებს შორის მდგარი პოლიციის თანამშრომელი ეგონა. ეს არის ორი თანამშრომელს ეკითხებოდა, ეს გაურჭოფებული იყო, ეს არის მე ეს არა ისო, მე ეს არა ესო და მე ეს არისო და კიო ბოლოს. ამოცნობის ჩატარების დეტალებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება კიდევ ერთ დამსწრეს ალექსანდრე მელიწყაურს შეუძლია. ადვოკატებმა მისი მოძიებაც სცადეს. ალექსანდრე მელიწყაური იმის სამართზე, რომელიც ოფში არის მითითებული, არც რეგისტრირებული არ არის, რაც დასტურდება სამი სამართლო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით და არც ფაქტობრივად არ უცხოია. ადვოკატებმა ამოცნობის დამსწრეების სასამართლოს ხდომაზე დაკითხვა მოითხოვეს. სასამართლომ დააკმაყოფილა, მაგრამ მოწმეები პროცესზე არ გამოცხადდნენ. მათი დაკითხვაზე მოყვანა კი სასამართლომ აღარ უზრუნველყო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ამოსაცნობი პირები გარეგნობითა და ტანსაცმლით ერთმანეთისგან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ. ოქმის მიხედვით ეს ასეც იყო. ამოსაცნობი პირები შავგვრემნები, მაღლები, შავ ზედატანებსა და ჯინსის შარვლებში იყვნენ გამოწყობილები. თუმცა ამოცნობის დამსწრე გელა პატიაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ამოსაცნობი პირები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. როგორ გითხრათ, ერთი განსხვავდებოდნენ? ეს უფრო ისე. მე როგორც მახსოვს ეს ბიჭი იყო დაროვა. ხორციანი და ის არა, მაგრამ ხმელი აგებულების დაროვა ბიჭი. დანარჩენი რავი, ერთი ცოტა გამხდარი, ერთი ცოტა ქერა იყო. ეს ამას მუშაობთ მე. დანარჩენები რავი იყვნენ და ერთ საჭიროა. ჭრელი საჭიროა. თქვენ არ მოითხოვეთ, რომ რაღაცნაირად ის ამოსაცნობი პირები ფიზიკურად დაემსგავსებინათ ყაჩაღებისათვის, იმიტომ რომ ხა მოვითხოვე 1 საათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვხედავდი, რომ ცდილობდნენ, რომ მომხდარიყო მათი მსგავსი. მაგრამ ეს ადგილზე შეუძლებელი გახდა რატომაც. კვირიკაძის ეს მცდელობა შენიშვნის სახით ამოცნობის ოქმის სპეციალურ გრაფაში რომ დაფიქსირებულიყო, მაშინ გეთიაშვილ-ხაჩიძის ადვოკატებს ამოცნობის ოქმის ეჭქვეშ დაყენების იურიდიული საფუძველი გაუჩნდებოდათ. თუმცა ადვოკატმა კვირიკაძემ ეს შანსი არ გამოიყენა. შესაბამისად, სასამართლომ ამოცნობის ოქმის საეჭვო მტკიცებულებად არ მიიჩნია. მოსამართლე ეკარეშიძემ თავისი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა. ამოსაცნობად წარდგენის ოქმი შედგენილია მოთხოვნათა დაცვით. ლაშა გეთიაშვილიცა და მისი ადვოკატი ზვიად კვირიკაძეც ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების სისწორეს და ოქმში შენიშვნებს არ აფიქსირებს. ზვიად კვირიკაძე ფარულ ჩანაწერში თავადაც აღიარებს, რომ ამოცნობის დროს პროტესტი რომ გამოეთქვა, ადვოკატებს საქმე უფრო გაუადვილდებოდათ. მაგაზე მეტი უნდა გამეკეთებინა, შეიძლებოდა გამეკეთებინა აყვირების მიზნით, ოღონდ რომ რამე გამოვიდოდა, ეგ ზღაპარია რომ დაგითხრა, რომ საყვირებოდი. უბრალოდ მინიმალურად რაღაც რო აყვირებოდი, უბრალოდ დღეს სარჩული იქნებოდა თქვენი და ჩემი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზვიად კვირიკაძეს ამოცნობაზე დასწრების უფლება არ ჰქონდა. ადვოკატმა ნანა ფილაურმა საქმის სააპელაციო სასამართლოზე განხილვისას გაარკვია, რომ ზვიად კვირიკაძე ადრე თაღლითობის მუხლით ყოფილა სასამართლევი. ადვოკატთა შესახებ კანონის შესაბამისად, ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, ვისაც არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა. ნანა ფილაურმა სასამართლოს წარუდგინა კვირიკაძის ნასამართლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა კი დაადგინა, რომ ზვიად კვირიკაძეს ნასამართლეობა არც მოხსნილი ჰქონდა და არც გაქარწყლებული. ამ საქმეში წარმოდგენილი უკვე ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება. სწორედაც თუ კი მასში მონაწილეობას იღებს პირი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი უფლება-მოსილება, კონკრეტული მტკიცებულება უკვე კანონის დარღვევითაა მიღებული. მოსამართლე თეთრაულმა კი ამოცნობა კანონიერ მტკიცებულებად ცნო და ეს ასე დაასაბუთა. სასამართლოს დღეისათვის არ აქვს გადამწყვეტი პასუხი, რაც უტყუარად დაადასტურებდა კვირიკაძის ნასამართლეობის ფაქტს. სასამართლო თვლის, რომ წინასწარი გამოძიებისთვის არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო დამცველის ნასამართლეობის თაობაზე. კვირიკაძის საქმეში ჩართვის დეტალები დღემდე ბუნდოვანია. იგი აცხადებს, რომ საქმეში საკუთარი ინიციატივითა და გამოძიების მომართვის საფუძველზე ჩაერთო. ჩავერთეთ როგორ ვთხოვე ბატონ გამოძიებელს, ბატონ მერაბ გოგლიძეს, გაეკეთებინა მომართვა და მომართვის შემდეგ მომართვის საფუძველზე ჩავერთვებოდი საქმეში. გამომძიებლის მომართვით სისხლის სამართლის საქმეში სახაზინო ადვოკატები ერთვებიან ხოლმე, თუმცა კვირიკაძე სახაზინო ადვოკატი არ ყოფილა. რატომ დათანხმდნენ გეთიაშვილი და ხაჩიძე მათთვის უცნობი ადამიანის ადვოკატობას?
ამ შეკითხვაზე ლაშა გეთიაშვილმა ციხიდან წერილით გვიპასუხა. მე იძულებული გავხდი კვირიკაძის ადვოკატობაზე უარი არ მეთქვა, რადგანაც გამომძიებელი არ ურეკავდა არც ჩემს ადვოკატს და არც ჩემი ოჯახის წევრებს. ხოლო ზვიად კვირიკაძე შემპირდა რომ დაურეკავდა როგორც ჩემს ადვოკატს, ისე ჩემი ოჯახის წევრებს. ადვოკატის მოწვევის უფლება. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, რომლითაც უშუალოდ პიროვნება სარგებლობს ამ შემთხვევაში. გამომძიებელმა უშუალოდ უნდა შეატყობინოს მისი ოჯახის წევრებს. ლაშა გეთიაშვილი დაყაჩაღების დღეს სოფელ ახაშენში იმყოფებოდა. იგი ცოლშვილთან და დეიდაშვილთან ერთად თავის ნათესავ გოგი მაისურაძეს 25 დეკემბერს ეწვია და ახალ წელს სოფელში შეხვდა. სერიეს დღეები ახალწლის ჩაცვლის პირველში ვიქები და მე ორში გავიდნენ წავიდნენ აქედან. სახში. აი იყო. ლაშა გეთიაშვილი და მისი ოჯახი ახაშენში ვარდო ხანდამაშვილმა ჩაიყვანა. მას გურჯაანსა და თბილის შორის მგზავრები გადაჰყავს და თავს ამით ირჩენს. ვარდო ხანდამაშვილმა ლაშა გეთიაშვილი ოჯახთან ერთად ისნის ავტოსადგურში პირველად ნახა. ცისანში ვიდექი მოვიდნენ ეს ახალგაზრდები. ნუ იმ დროისათვის უცნობები ჩემთვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქვეყნის კლიენტები გადამყავდა, მე რა ვიცოდი ვინ იყვნენ. ნუ რომ გამიცხადეს მე რომ ახაშენში მივდივართ, მე თქვი ვისთან მიდიხართ? ხო რა გოგიასთან რასია ლაპარაკი მე უთხარი კი ბატონო მეზობლები ვართ ვიცნობ ჩავმოვიდით აქა გოგიასთან. ლაშა გეთიაშვილი თბილისში ოჯახთან ერთად 2 იანვარს დაბრუნდა. იგი კვლავ ვარდო ხანდამაშვილმა ჩამოიყვანა. მე დაახლოებით 2 რიცხვი იყო, წავიყვანე και ისევე რა, ეგ არის სხვა არაფერი. იყო გეთიაშვილი, ის ბიჭი სასამართლოზე ვიყავი და ნახე უბრალოდ რომ ამოვიცანის იყო, ეს ვაჟკაცი იყო. სასამართლომ გოგი მაისურაძისა და ვარდო ხანდამაშვილის ჩვენებები მოისმინა, მაგრამ სარწმუნო დარჩა თვალა. მისთვის უფრო სარწმუნო ბრალდების მთავარი მოწმის დავით ჟღენტის ჩვენება აღმოჩნდა. ჟღენტის ჩვენების თანახმად 28 დეკემბერს დილის 10-ის ნახევრისთვის იგი ავლაბრის მეტროდან ამოვიდა და იქვე მდებარე გველესიანის სტომატოლოგიური კლინიკისკენ გაემართა. სწორედ ამ დროს შეესწრო იგი დაყაჩაღების ფაქტს. სასამართლოზე დავით ჟღენტმა განმარტა, რომ ხის შორი ახლოს იდგა. მე ვიდექი არკასთან ხის შორი ახლოს. არკასთან უფრო ახლოს ვიდექი. ხესა და არკას შორის 10-15 მეტრია. დამყაჩაღებლები 8 მეტრში იყვნენ ჩემგან დაშორებულები. თავზე შავი ქუდები ეხურათ და მუქი ტანსაცმელი ეცვათ. დავით ჟღენტმა სასამართლოზე ლაშა გეთიაშვილსა და ზურაბ ხაჩიძეში ყაჩაღები ამოიცნო. წარმოდგენილი განსაჯელები არიან ის პირები. გეთიაშვილს ავტომატი ეჭირა, ხოლო ზურაბ ხაჩიძეს ტომრები. მე უამრავჯერ ვარ ნამყოფი იმ შემთხვევის ადგილზე და დგას ერთადერთი ხე, რომელიც არა 10 მეტრით, არამედ 25 მეტრითაა დაშორებული შემთხვევის ადგილიდან, კონკრეტულად სადაც მოხდა დანაშაული. შეუძლებელია 25 მეტრიდან ადამიანს დაენახა ის ყველაფერი, რასაც ის აღწერს. საქმეში არსებობს კიდევ 3 მოწმე, რომლებაც დამყაჩაღებლები გაცილებით უფრო ახლო მანძილიდან დაინახეს. ზალ კეჟერაშვილი, რომელიც სროლისას პენსიონერთა რიგში იდგა და ბარწახში დაიჭრა. ყაჩაღებისგან 5-6 მეტრით იყო დაშორებული. მან გამოძიებას ასეთი ჩვენება მისცა. ვინ გაისროლა მე თვითონ არ დავინახია. ფაქტია რომ ვიგრძენი საშინელი ტკივილი მარჯვენა ბარწახის არეში. ვერ წამოვდექი. გავხოხდი ფოსტის გვერდზე მდებარე ავტონაწილების მაღაზიაში. ავტონაწილების მაღაზიაში ზალ კეჟერაშვილს წყალი დაალევინეს და სკამზე დასვეს. სკამზე მჯდომმა კეჟერაშვილმა დაინახა, რომ დამყაჩაღებლები ჩანთაში რაღაცას ალაგებდნენ. იქვე ნამცხრობის მაღაზიასთან იდგა მოწმე ჯაბა ზარდიაშვილი. მან მომხდარის შესახებ ჩვენთან საუბარი არის სურვა. სასამართლომ დავამკითხა და გავეცე პასუხი და ახლა რაც ნახე და რაც ვიცი ჯაბა ზარდიაშვილი. თავდამსხმელები დავაფიქსირე 15-29 მეტრში. ყველაზე ახლო მანძილი ჩემსა და მათ შორის იყო 5 მეტრი. ყველაზე ახლოს ყაჩაღები ვლადიმერ ერემიანმა დაინახა. სროლის ხმა როგორც კი გაიგო, ერემიანი გაიქცა. მან კორპუსს შემოუარა და თაღის უკან შეჩერდა. ყაჩაღები კი თანხის აღების შემდეგ სწორედ თაღის გავლით გაიქცნენ და ერემიანს წინ შეეჩეხნენ. მე კორპუსს შემოუარე და გავიქეცი. 3-4 მეტრში იდგნენ პიროვნებები. ვინც წინ იდგა, იყო დაბალი, გამხდარი. ვიფიქრე ამ სუსლიკას როგორ უჭირავს მეთქი ავტომატი. მეორე იყო ოდნავ მაღალი. მესამე იდგა ნივასთან და სათვალეები ეკეთა. მას ავტომანქანის კრიშა ფარავდა. მე ვიდექი ტროტუარზე. დაზარალებული ზაალ კეჟერაშვილი, მოწმე ერედიანი, მოწმე ზარდიაშვილი. ერთმნიშვნელოვან აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები იყვნენ ნივის სიმაღლენი და ნივაზე ოდნავ მაღალი ზოგიერთი მათგანი. ინტერნეტიდან მოვიპოვე ინფორმაცია ნივის პარამეტრებთან დაკავშირებით, კერძოდ ავტომანქანა ნივა, რომელიც იყო შემთხვევის ადგილზე, მისი სიმაღლე არის 164 სანტიმეტრი.
ერთ-ერთი პატიმარი ლაშა გეთიაშვილის სიმაღლით 1 მეტრი და 94 სანტიმეტრია. სასამართლოს ხდომაზე სამივე მოწმემ განაცხადა, რომ გეთიაშვილს არ იცნობდნენ. ვლადიმერ ერემიანი. გეთიაშვილის სიმაღლის პიროვნება მე იქ არ მინახავს. ჯაბა ზარდიაშვილი. განსასჯელ ლაშა გეთიაშვილის კითხვაზე პასუხობს. იმ სამი პიროვნებიდან თქვენი სიმაღლე არ ყოფილა არც ერთი. ზალ კეჟერაშვილი. თავდამსხმელები ნივის სიმაღლენი იყვნენ. ძალიან მაღლებიც არ იყვნენ. მე ამ ორ განსასჯელს არ ვიცნობ. და რაც შეეხება ზარდიაშვილს, რაც შეეხება ერემიას, მათ ეს თავდამსხმელები დაინახეს გაცილებით უფრო ახლო მანძილიდან, ვიდრე დავით ჟღენტმა. მათ ეს პიროვნებები დაინახეს 3-5 მეტრის დაშორებით. მხოლოდ დავით ჟღენტმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 25 მეტრის მოშორებით იდგა, ყაჩაღობიდან 4 თვის შემდეგ შეძლო ლაშა გეთიაშვილისა და ზურაბ ხაჯიძის ამოცნობა. მისი ჩვენება როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია. ჟღენტი ყოფილი პოლიციელია და 1993-96 წლებში შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა. ამ მტკიცებულებების საფუძველზე გეთიაშვილიც და ხაჯიძეც გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. ისინი დღესდღეობით 25 წლიან სასჯელს იხდიან.